დაპირისპირების მე-9 დღე. ირანი და ისრაელი. ცეცხლის ხაზი, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება. სად არის მშვიდობის გასაღები? დიპლომატიურ მოქმედებებს რომ დავუბრუნდეთ, აგრესია უნდა შეწყდეს. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენს მიზანს მივახცევთ. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. სისხლის სამართლის 2 მუხლი და 12 წლამდე პატიმრობის საფრთხე. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა. დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. როგორია ბრალდებულის პოზიცია? მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე. და რა შედავება გამოძიება რომეო მიქაუტაძეს. ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი. უფრო მკაცრი ვიდრე საქართველოში. როგორ მუშაობს საერთაშორისო კანონმდებლობა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში? სხვა ქვეყნებში არსებობენ ინსტიტუციები, გამართულად მუშაობს დემოკრატიული პრინციპები. რატომ არ არის შესაძლებელი საქართველოსთვის ის, რაც დასაშვებია ევროპისთვის? ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის. ისტორიული გამარჯვება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ჰიმნი, დროშა, ზეიმი და გზა გამარჯვება. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. ყოფილი მაღალჩინოსანი კანონის პირისპირ სისხლის სამართლის 2 მუხლი და 12 წლამდე პატიმრობის საფრთხე. დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. რომეო მიქაუტაძეს ხელბორკილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე დაადეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააცნეს. სწორედ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რომეო მიქაუტაძე 8 წლის განმავლობაში თანამდებობით უკანონოდ სარგებლობდა. შედეგად კი მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა. რა პოზიცია აქვს ბრალდებულს? ნანა გოგატაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნანა, თუ იცნობს ადვოკატი უკვე საქმის მასალებს და როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი? როდის იმსჯელებს მოსამართლე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია თავად ბრალდებულის პოზიცია. რომეო მიქაუტაძე დანაშაულს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალის ოფიციალური დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში რამდენიმე საათის წინ გააცნეს და იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დაუდასტურდება, მას მინიმუმ 9 წლით პატიმრობაში ყოფნა მოუწევს. რამდენიმე წელი მაღალ თანამდებობებზე და მილიონებით გაზრდილი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ რომეო მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრეს და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა. სუსის ინფორმაციით, უკანონო დახმარების სანაცვლოდ ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგოკომპანიების წილებს იღებდა. მატერიალური სარგებლისთვის კი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში სხვადასხვა პირებს ასაქმებდა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რმ თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რმ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა. 600,000 ევროიანი სახლი ესპანეთის დედაქალაქში და მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ავტომობილი. გამოძიებით დგინდება, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი შემოსავლების დაფარვის მიზნით ქონებას სხვების
მიღების სახელზე აფორმებდა. ფინანსური ტრანზაქციების დახმარებით კი დოკუმენტებში ქონების ღირებულებებს ხელოვნურად ზრდიდა ან ამცირებდა. აფორმებდა ნასყიდობის ფიქტიურ ხელშეკრულებებს. გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600,000 ევროს შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რმ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600,000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით $1,000,000 ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს გააცნეს. უფლებადამცველის თქმით, რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბექანემ სიწვერიძის განცხადებით, ბრალდებული მაღალჩინოსნობამდე წარმატებული მეწარმე იყო, ქონებაც ამ გზით დააგროვა. ის მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე. ჩინოვნიკობამდე მრავალი წლის განმავლობაში ბატონი რომეო ახორციელებდა წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას და დააგროვა საკმაოდ სოლიდური ქონება. ის წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, არის აბსურდული და უკანონო. როგორ და რა გზებით მალავდა სხვადასხვა დროს ყოფილი მაღალჩინოსანი უკანონოდ მოპოვებული თანხების წარმომავლობას. სქემასთან დაკავშირებით დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა. 2021 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამორჩენის მიღების მიზნით დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებელი შპს სხვა კომპანიისათვის $4,400,000 მიყიდვაში, რის სანაცვლოდ აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით $400,000. 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვადრატული მეტრის ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა დაახლოებით €600,000. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე. ვინაიდან აღნიშნული €600,000 ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფი პირების შეთანხმების შედეგად დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში €600,000 უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით შეძენილი აქვს 2 ავტომანქანა, რომელთა ღირებულება ჯამში $802,592 ლარს შეადგენს. რომეო მიქაუტაძე მაღალ თანამდებობებს 2017 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა. 2022 წლიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცეცხლის ხაზი ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მე-9 დღე და კონფლიქტი, რომელმაც მსოფლიოს ფოკუსი ახლო აღმოსავლეთზე გაასწორა. მშვიდობამდე მიმავალ გზაზე წითელ ხაზებს ორივე მხარე ავლებს. დამნაშავედ ირანი ისრაელს, ისრაელი კი ირანს აცხადებს. სად არის მშვიდობის გასაღები? კითხვაზე პასუხს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცემს ცაჰალმა ისლამური სახელმწიფოს დაბომბვა უნდა შეწყვიტოს. თუმცა ისრაელი გაჩერებას არ აპირებს იქამდე, სანამ აზიიდან მომავალი ბირთვული საფრთხის სრული ლიკვიდაცია არ მოხდება. სანამ მხარეები დიპლომატიას შანსს კიდევ ერთხელ მისცემენ, თავდასხმები არც ერთ ქვეყანაში არ წყდება. როგორია ვითარება ისრაელში, თელ-ავივს და მიხეილ ხეცოიძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. მიხეილ, რა ხდება ახლა ისრაელში და როგორია მომავალი პროგნოზები?
დიახ, საღამომშვიდობისა სპეცოპერაციის სახელწოდებით აღმავალი ლომების მე-9 დღეს ვითარება უცვლელია ახლო აღმოსავლეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ისრაელზე ორჯერ განახორციელა სარაკეტო თავდასხმები დღეს ღამით და დილით გამთენიისას. ჯამში 12 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ირანმა ისრაელის წინააღმდეგ. ყველა სარაკეტო თავდასხმა ისრაელის საჰაერო ავიაციამ ჰაერშივე გაანადგურა. რამდენიმე ადგილზე რაკეტის ნამსხვრევები ცვლილდა, რამაც გამოიწვია ხანძარი. თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილება ქუჩებში გამომდინარე იქიდან, რომ მეტნაკლებად ირანის გამომდინარე საფრთხე შენელებულია იმიტომ, რომ დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ავიაციამ უზუსტესი დარტყმებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები პუნქტი გაანადგურა ირანში. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ მოსადის უზუსტესი ინფორმაციის წყალობით ცაალის საჰაერო ავიაციამ წერტილოვანი დარტყმებით მოახერხა ლიკვიდაცია მეათე ფიზიკოსის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ფორდოს მიწისქვეშა ბირთვულ საწყობს. ტაბატაბაი ეს არის მეათე ბირთვული ფიზიკოსი, რომელიც ისრაელმა ირანში უზუსტესი დარტყმებით გაანადგურა. თუ ახლა ისრაელის სამხედრო არსენალში არ შედის იმ სახის საბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლია ირანში ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული საწყობის განადგურება, ისრაელი ცდილობს უშუალოდ იმ სამხედრო პირებისა და მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას, რომლებიც ჩართულები არიან ურანის გამდიდრების პროცესში ირანში. დღეს ასე ცნობილი გახდა, რომ გულშინ გავრცელებული ირანული სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინის მიმართვა, პარასკევის მიმართვა, ეს ხო ჩაწერილი მიმართვა, სხვადასხვა ტელეგრამ არხები ირანიდან მიუძღებიან იმის შესახებ, რომ ირანული რეჟიმის სულიერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მან უკვე დაასახელა საკუთარი შემცვლელებით იმ შემთხვევაშიც, თუ ისრაელი მის ლიკვიდაციას მოახდენს. როგორც გითხარით, ისრაელმა უზუსტესი დარტყმებით ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ქარხნის მთავარი ბირთვული ფიზიკოსის ლიკვიდაცია მოახერხა. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ვაიტმანის სამხედრო ბაზიდან აფრინდა B2 ტიპის ბომბდამშენი, სტრატეგიული ბომბდამშენი, ეს ზუსტად ის ბომბდამშენია, რომელსაც უზუსტესი წერტილოვანი დარტყმით სრულად შეუძლია ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული საწყობის ქარხნის განადგურება. ეს ბომბდამშენი რამდენიმე საათში ახლო აღმოსავლეთში იქნება. დღესვე რამდენიმე საათის წინ იემენელმა ჰუსიტებმა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებიან ირანის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში და ისინი სარაკეტო დარტყმებს განახორციელებენ ირანზე, ამ შემთხვევაში იემენელი ჰუსიტები სარაკეტო თავდასხმებით სრულად გაანადგურებენ წითელ ზღვაში მცურავ ამერიკულ გემებს. ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აინთო ბოლო ჯერ კიდევ არ უჩანს. ისრაელი ირანს, ირანი კი ისრაელს უტევს. აღმავალი ლომი აღმასვლას განაგრძობს. ნადგურდება ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბირთვულ პოტენციალს ქმნის. საჰაერო იერიშებს ახორციელებს ირანიც, იბომბება ისრაელის ქალაქები. მთავარი სამიზნე კვლავ რაფაჰი და თელ-ავივია. ისმის ზეპირი განცხადებები, თუმცა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ჯერ ვერ შეძლეს. ისრაელი პოზიციას არ ცვლის. ცაჰალის მიზანი ირანის სახით მნიშვნელოვანი საფრთხის სრული ლიკვიდაციაა. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენს მიზანს მივაღწევთ. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე, რადგან ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს არის საფრთხე, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ატომურ იარაღს შეიცავს. ირანი არის მსოფლიოში ყველაზე და ყველასთვის ცნობილი ტერორისტული რეჟიმი. თეირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ეს დაუშვებელია. თავის დასაცავად ჩვენი მოქმედების გეგმა სწორედ ეს არის. ამით არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელს მსოფლიოს ვიხსნით რეალური საფრთხისგან. სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ მსოფლიოს საფრთხეებზე საუბრობს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ჟენევაში შეკრებილ დასავლელ დიპლომატებს მიმართა, ხოლო შემდეგ თურქეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. არანაირი მოლაპარაკება, ვიდრე ისრაელი ისლამური სახელმწიფოს დაბომბვას არ შეწყვეტს. აბას არაღჩი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ცაჰალის მიერ დაწყებულ სპეცოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელი ურევია.
დიპლომატიურ მოქმედებებს რომ დავუბრუნდეთ, აგრესია უნდა შეწყდეს. აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე ვერ წავალთ, როდესაც ჩვენი ხალხი იბომბება. სამწუხაროდ, ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ვაშინგტონი თავიდანვე მონაწილეობდა ამ აგრესიაში. ისინი ამას უარყოფენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ისინი პირველივე დღიდან იყვნენ ჩართულნი. ახლა კი ხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ტვიტებს და განცხადებებს, რაც საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ მიმდინარე პროცესებს შტატები ხელმძღვანელობს. შეერაღებული დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ის, ვინც ევროპაში უკვე 3 წელია მასშტაბურ ომს აწარმოებს. ვლადიმერ პუტინი მხარეებს მოუწოდებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას პატივისცენ. რეგიონის ბევრ ქვეყანას გარკვეულწილად რთული, გარკვეულწილად სტაბილური ურთიერთობები აქვს ორივე მხარესთან, ისრაელთანაც და ირანთანაც. ეს კი იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ და ვიმედოვნოთ, რომ გლობალური სამხრეთი ზოგადად და რეგიონის ქვეყნები შეძლებენ ამ პროცესზე გავლენის მოხდენას ისე, რომ კონფლიქტის მწვავე ფაზა დასრულდეს. როდესაც ვსაუბრობდი რუსეთის ფუნდამენტურ პოზიციაზე, რომ ზოგიერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვების უსაფრთხოების ხარჯზე, ყველას გვესმის, რაზეც ვსაუბრობდი. ერთი მხრივ ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე, მის უფლებაზე ამის, რომ ეს გააკეთოს, მის უფლებაზე ჰქონდეს მშვიდობიანი ატომური და ბირთვული ენერგია და მეორეს მხრივ, რაზეც ისრაელი დაჟინებით საუბრობს, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩემი აზრით, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა ნამდვილად შესაძლებელია. ჩვენ ვესაუბრებით როგორც ისრაელს, ასევე ჩვენს ირანელ მეგობრებს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ასევე ირანის პრეზიდენტს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომლებიც რა თქმა უნდა პირდაპირ არიან ჩართულნი ყველა ამ პროცესში. მე მათ წარუდგინე ჩემი ხედვა, ჩვენი წინადადებებიც ახლა განიხილება. ჩვენ გვაქვს კონტაქტები ჩვენს ირანელ მეგობრებთან, ეს პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. ასე რომ ვნახოთ, ძალიან მინდა რომ ჩვენი იდეები სხვა საკითხებთან ერთად განხორციელდეს. პუტინს პასუხი უკვე გასცა დონალდ ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში რუსეთს მომლაპარაკებლად ვერ აღიქვამს, ვიდრე ის უკრაინაში ომს არ დაასრულებს. თეთრი სახლის ლიდერი არც იმას მალავს, რომ ისრაელსა და irans შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გასაღები შეერთებული შტატების ხელშია, თუმცა არ ჩქარობს და მედიასაც ურჩევს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდონ. ირანს ევროპასთან საუბარი არ სურს, მათ ჩვენთან დიალოგის სურვილი აქვთ. ზუსტად იციან, რომ ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია ამერიკაა. ფაქტია, ირანს მასობრივი განადგურების იარაღი არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ ყველა მასალა, რომლითაც ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლიათ. ერთია, რომელიმე ქვეყანა ამბობდეს, მინდა მქონდეს გამდიდრებული ურანი, რათა ბირთვული ენერგიის გამომუშავება შეუძლო, თუნდაც ელექტროენერგიის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც შენ ხარ ქვეყანა, რომელიც ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბადოზე პირდაპირ მნიშვნელობით ზიხარ, ცოტა ძნელია იმის გაგება და გააზრება, რაში შეიძლება ბირთვული იარაღი გჭირდებოდეს. შეერაღებული კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაიწყო. სახელი ანადგურებს ისლამური სახელმწიფოს ბირთვულ ინფრასტრუქტურას, უტევს სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობენ. პირობას დებს, რომ ირანის სრული დემონტაჟი მოხდება. თავდასხმებს ახორციელებს თეირანიც, რომელიც ისრაელის განეიტრალებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში დასავლური სამხედრო ბაზების დაბომბვით და შურისძიებით იმუქრება. სოფლიოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი ევროპის კონტინენტზეა, სანამ ყველას ყურადღება ისრაელისა და ირანისკენ არის მიმართული მოსკოვის შანს ხელიდან არუშვებს. ვლადიმერ პუტინი უკრაინის მთელ ტერიტორიას რუსეთის საკუთრება დაცხადებს. კრემლისთვის მთავარ არგუმენტს რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს. პასუხი კიევიდან უკვე გაისმა, ზელენსკი მთელს მსოფლიოს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს. ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს. სად არის მთავარი მედიატორი და როგორია მისი როლი რუსეთ-უკრაინის ომში? ლუკა ჩანგელია თემის დეტალებით კურიერის სტუდიაში. ლუკა, რატომ გააკეთა ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ახლა? იზი შენ ძალიან სწორად აღნიშნებ, ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა იმ ვითარებით, რომელიც ახლა მსოფლიოში არის შექმნილი და ამაზე საუბრობენ სხვათა შორის სხვადასხვა საკმაოდ ცნობილი ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები, რომ უკრაინა გარკვეულწილად დარჩა ყურადღების მიღმა. მსოფლიოს ყურადღების მიღმა ბუნებრივია. გარკვეული განცხადებები ახლაც კეთდება უკრაინასთან დაკავშირებით, იგივე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებითაც, თუმცა არა ისეთი სიხშირით და არა ისეთი აქტივობით, როგორც ადრე. ამას პარალელურად, რა თქმა უნდა, უძღოდა წინ გარკვეული მიზეზები, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უფრო ღია გამხდარიყო. ჩვენ გვახსოვს მოლაპარაკებები, რომლებიც სტამბულში იმართებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინ თურქეთი იყო მედიატორი და ამერიკის შეერთებული შტატებიც აკვირდებოდა ამ მიმდინარე პროცესს. მაშინ ითქვა, რომ სწორედ ამ დოკუმენტში, რომელიც წარადგინა რუსულმა მხარემ, გარკვეულწილად იმ საკითხებზე იყო საუბარი, რაზეც უფრო ვრცლად ახლა ისაუბრა რუსეთის
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც აქვს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, არის ის, რომ შეიცვალოს უკრაინაში ხელისუფლება, ასევე უკრაინის მომავალმა ხელისუფლებამ აღიაროს ის რეფერენდუმები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მაგალითად ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად ეს ტერიტორია ოფიციალურად გახდა რუსეთის ფედერაციის ნაწილი, ხოლო ლუჰანსკისა და დონეცკის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ვითარება იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა იგივე რეფერენდუმის ჩატარებას, თუმცა საბოლოოდ ქვეყნების ეგრეთ წოდებული ქვეყნების დამოუკიდებლობის შესახებ უყარეს კენჭი იქ მყოფმა ადამიანებმა. ახლა ვლადიმერ პუტინი იმის დაკანონებას ითხოვს, რის შესახებ ბრძანებაც თავად გამოსცა 2022 წელს. ამ სახელმწიფოების, ეგრეთ წოდებული სახელმწიფოების აღიარების საკითხის, ასე რომ თქვა, წინ წამოწევა უნდა და უნდა რომ ეს მსოფლიოსაც დაამტკიცებინოს. ამის პარალელურად ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ისიც, რომ რუსეთი კვლავ ითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტს. აქ არ არის საუბარი ევროკავშირზე, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაზე, რუსეთს აქვს სურვილი, რომ უარი თქვას უკრაინამ და კიევმა საბოლოოდ ნატოში გაწევრიანებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ ნატოს მხრიდან განცხადებებს, მათ შორის კონკრეტული წყაროების მხრიდან განცხადებებს, რომ ვერ გახდება ჯერჯერობით უკრაინა ნატოს წევრი. არაერთხელ ვერ გახდება წევრი. დიახ, მიუხედავად ამისა, სურვილი ვლადიმერ პუტინს მაინც აქვს, რომ ეს საბოლოოდ ჩაიწეროს კონსტიტუციაში. ძალიან ბევრ რამე შეეხო, ახსენა რუსული ფეხსაცმლები, ჩექმა, რომელიც როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, თუ ნებისმიერ ტერიტორიაზე მოხდება დედამიწის გარშემო, ეს ტერიტორია აუცილებლად გახდება რუსეთის ფედერაციის ნაწილი. Это не поговорка, не притча. ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია. იქ, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დააბიჯებს, ჩვენია. მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია. სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე. ჩვენ მოვითხოვთ იმ რეალობის აღიარებას, რომელიც ადგილზე წარმოიშვა. Не добиваемся капитуляции со стороны Украины. ამ ხმამაღალ განცხადებაზე უკვე ქონდა პასუხი უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოულოდნელი ვლადიმერ პუტინის სიტყვები ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც 2014 წლიდან და მანამდეც როგორც უკრაინელებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ხშირად ესმოდათ ხოლმე ეს სიტყვები. უბრალოდ ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს იმას, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოახდინოს რეაგირება ამ სიტყვებზე და კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა უკრაინას, მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე და გამოაცხადონ რუსეთი террорист სახელმწიფოდ. Путин вчера влаштовав бенефис პუტინმა გუშინ წარმოდგენა დადგა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დიახ, მას მთელი უკრაინა სურს და ეს არა 4 წელია სურს, არამედ 2014 წლიდან ასია. და როდესაც ის უკრაინასა და რუსი ჯარისკაცების ჩექმას ახსენებს, ის ასევე საუბრობს ბელარუსზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, მოლდოვაზე, კავკასიაზე, ყაზახეთის მსგავს ქვეყნებზე და დედამიწის ყველა იმ ადგილზე, სადაც რუსი მკვლელები შეიძლება მოხვდნენ. ახლა არის სპეციალური ზომების მიღების დრო. მსოფლიომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ოკუპანტთან დაკავშირებით. ახალი ზეწოლის მიზნით, რათა გავართულოთ მათთვის სიტუაცია და შესაბამისად გავამარტივოთ ჩვენი გზა მშვიდობისკენ. ლუკა, მოვისმინეთ პოზიციები და ვახსენეთ ასევე მთავარი მედიატორი. თუმცა, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე გადავალთ, მინდა კითხო კიტ კელოგის ვიზიტზე ბელარუსში, რატომ ჩავიდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ კიტ კელოგი არის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში. ამიტომაც ის ხშირად მოგზაურობს ხოლმე მსოფლიოს გარშემო, რათა განიხილოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. გარკვეული მედია გამოცემები წერენ, რომ მათ შორის დიალოგის დროს საუბარი რა თქმა უნდა ეხებოდა უკრაინას, მათ შორის ბელარუსისა და რუსეთის მეგობრულ დამოკიდებულებას და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თავად ბელარუსის პოზიციას. თუმცა უფრო საინტერესო ის არის, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა 14 პოლიტპატიმარი. მათ შორის იყო ისეთი საქმეებიც, რომლებიც საკმაოდ გაახმაურებული იყო ისეთი საქმეებიც, რომლებზეც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ეს პირები განთავისუფლებულიყვნენ. საბოლოო ჯამში მხარეებმა დეტალურად რაზე ისაუბრეს უცნობია, ვნახეთ მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ ყველა სხვა საკითხთან ერთად მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხი. რა იქნება ეს პარტნიორობა? მოულოდნელი ალბათ არ იქნება ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყოს პარტნიორობა
მოგზაურობა ბელარუსთან მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამას ალბათ ძალიან ცოტა ხანში გავიგებთ უკვე ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ თეთრი სახლის მხრიდან. As you know, we did a very great job with India and Pakistan. როგორც იცით, ჩვენ ძალიან კარგი სამუშაო გავწიეთ ინდოეთთან და პაკისტანთან. ვაპირებთ ინდოეთთან და პაკისტანთან სავაჭრო შეთანხმების დადებას. ეს სასიამოვნო საყურებელია, სასიამოვნოა სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევაც. ისინი წლები აიბრძვიან. როგორც იცით, ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანეთ. ახლა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტიური საკითხი გვაქვს. გვყავს რუსეთი, უკრაინა, რომელიც მცირე პროგრესს აღწევს და გვყავს ისრაელი. არავინ იცის რა საუბრები მიმდინარეობს სინამდვილეში. ვფიქრობ, მალე გავიგებთ. ანუ დონალდ ტრამპის ეს ბოლო განცხადება, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ უკრაინაზე ის აქცენტს ამ ბოლო დროს აღარ აკეთებს. საუბრობს ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე, არაერთხელ კითხეს მათ ჟურნალისტებმა უკრაინის კონფლიქტზე, გარკვეულწილად ერთ-ერთი საუბრის დროს პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინსაც დააკისრა, როდესაც პუტინმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ახლო აღმოსავლეთში მედიატორი ყოფილიყო და თქვა, რომ თავის ქვეყნის პრობლემები და ომი მოაგვაროს ჯერ რომელსაც ის აწარმოებს. საბოლოო ჯამში როგორ განვითარდება მოვლენები ეს ჯერჯერობით უცნობია, ახლა მსოფლიო მედიაც ჩვენს და თავად უკრაინელი ხალხი და ვოლოდიმირ ზელენსკიც უკვე დასავლეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის მოლოდინში. მადლობა ლუკა ჩანგელიამ გაგვაცნო რუსეთ-უკრაინის ომი და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები. გადმოვინაცხო ჩვენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მორიგი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაარევად ფასდება. პაվել ხერჩინსკი ბათუმელების ოფისში იმყოფებოდა, მან მზია ამაღლობელ სოლიდარობა გამოუცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალური ქსელით უპასუხა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა. შალვა პაპუაშვილი ძალადობის მიმართ სოლიდარობას ძალადობის წახალისებად აფასებს. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ დიპლომატთა ნაწილი არადიპლომატიურად იქცევა. თავად ელჩი კი ძალადობის საკითხზე საუბარს თავს არიდებს. მაქვს პრინციპი, რომ არ გავაკეთო კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. პაվել ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შინაარსში არ შედის, თუმცა მზია ამაღლობელის საქმეზე საკმაოდ ვრცლად საუბრობს. ელჩი იმეორებს, რომ სასჯელი არაპროპორციულია და სამართლებრივ პროცესს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად გადაიჭრება ყველა მხარის ჩართულობით. ის, რასაც ვხედავთ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების შემთხვევაში, არის არაპროპორციული სასჯელი. გულდასაწყვეტია მზიას საქმეც, ის უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტებით. უკვე 9 წელია ციხეშია და მას კიდევ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რაც მან ჩაიდინა არ შეესაბამება სასჯელს. ჩვენ რა თქმა უნდა სამართლებრივი პროცესის დასრულებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ უკვე ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც 2 დღის წინ მიიღეს. შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემური თავდასხმა. ამ სათაურით ფოტო ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2 დღის წინ გაავრცელა, როდესაც პაվել ჰერჩინსკი ბათუმელების ოფისში იმყოფებოდა და მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებდა. Facebook პოსტს სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და დაწერა, რომ ძალადობის მიმართ სოლიდარობა შემდგომი ძალადობის წაქეზებაა. არ შეიძლება ჰერჩინსკი განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენლის სახელი ქვია, ელჩის სახელი ქვია და ძალადობის სამხალისებლად იყოს წარმოჩენილი. ჩვენ ასეა თუ ისეა დაპირისპირების რა ფორმაც არ უნდა გქონდეს გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიასთან, მაინც თავარი ჩვენთვის საგარეო კურსის მიხედვით არის ევროპული მიმართულება. და ძალიან წუხართ, რომ ევროპულ მიმართულებას, ანუ ჩვენ პოლიტიკურ პოზიციას სერიოზულ ზარალს აყენებს ესეთი გამოვლენებები განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩისაგან. ელჩის პოზიცია მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს არ უკვირთ, რომ მზია ამაღლობელის საქმით უცხოელი აქტორები ინტერესდებიან. როდესაც გაქვს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უნდა აკმაყოფილებდა დემოკრატიის იმ მოთხოვნებს, რაც პირველ რიგში არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. და როდესაც ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა თავისი დანაშაულებრივი პროვოცირებით გამოიწვია sapasukho რეაქცია, რაც თავის არანაირად არ იმსახურებდა საპატიმრო ღონისძიებას. ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში ჩვენს პარტნიორებთან. ამ ადამიანს უბრალოდ ესევალება რომ გაარკვიოს ქვეყანაში დეტალურად სიტუაცია, მათ შორის ესაუბროს ამ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს კონკრეტულ кейსებთან დაკავშირებით და მით უმეტეს ისიც მზია ამაღლობასთან დაკავშირებით რომ არის განსაკუთრებული кейსი საჩივარში აქვს რაღაცა ვითომ სილის გაწნაზე და ვითომ რაღაცა დიდი დაზიანებები მიიღეს.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ელჩები ძალადობას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ძალადობრივ ფაქტებზე მათი დუმილითაც ახალისებენ. ქართული ოცნების წევრები კონკრეტულ შემთხვევებზეც მიუთითებენ. რაღაც ბანერების წინ საუბარი, შეურაცხყოფელი, ისე ვთქვათ, განცხადებები ხშირად დუმილი. ბევრ ფაქტთან დაკავშირებით, ბევრ ძალადობასთან დაკავშირებით კომენტარზე უფრო ხმამაღალი ნათქვამია. და ეს არის ყველაფერი ამის გაგრძელება. თუნდაც გერმანიის ელჩის ჩაბრძანება ბათუმში მზია ამაღლობელის პროცესზე და დემონსტრაციულად თარჯიმნის გარეშე დასწრება. თურმე ეს დემოკრატიაა და თურმე ეს დიპლომატიის ნაწილია, ხო? რეალურად არ ღვევენ ყველა პუნქტს, რაც კონვენციით არის გათვალისწინებული. ამით ისინი იმ ინსტიტუციას, იმ ქვეყნებს, იმ ღირებულებებს აყენებენ შეურაცხყოფას, რომელსაც წესით უნდა წარმოადგენდნენ. პაվել ჰერჩინსკი დღესაც ბათუმში იმყოფებოდა, სადაც საელჩოს ორგანიზებით ევროპის დღის ღონისძიება გაიმართა. უარის სამართლებრივი ფასი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ფულადი ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება. საქართველოს გამონაკლისი არ არის. სასჯელი უფრო მკაცრია ევროპის რიგ ქვეყნებში: გერმანია, ესპანეთი, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები. ჯარიმა, პატიმრობა და კომისიაზე იძულების წესით მიყვანა. მექანიზმები და სანქციები განსხვავებულია. საერთაშორისო პრაქტიკის მიუხედავად ოპოზიცია საქართველოს კონტექსტს განსხვავებულად აფასებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ის რაც შესაძლებელია ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ქართული ოცნება ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მირიან გორგოძე გაეცნო სხვა ქვეყნების მაგალითებს. მირიან, როგორ მუშაობენ ევროპის ქვეყნები მსგავს შემთხვევებში? საღამო მშვიდობის, აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ კონკრეტული ქვეყნების გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში ამ ქვეყნების ეროვნულ სამართლებრივი სისტემები, რომელსაც შეესაბამება ის კონკრეტული სასჯელის ზომები, რომელიც არის განსაზღვრული ამ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის. ასე ვთქვათ, ბუნებრივია ეს სასჯელის ზომები განსხვავდება რიგ ქვეყნებში, თუმცა მთავარი სათქმელი და გზავნილი ალბათ რაც არის, ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანონდარღვევა სერიოზულ სამართალ დარღვევად მიიჩნევა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ არის განსაზღვრული ჯარიმები, არის განსაზღვრული ასევე პირის იძულებით კომისიაზე მიყვანის შესაძლებლობა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პატიმრობა. მაგალითად, ასე ხდება გერმანიაში, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტული პირი იძულებით მიიყვანოს კომისიაზე. უფრო მკაცრდება ამ შემთხვევაში სასჯელის ფორმა საფრანგეთში, სადაც კომისიაზე გამოუცხადებლობა ითვალისწინებს პოტენციურად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ესპანეთშიც და შეგვიძლია ბევრი ქვეყანა ვახსენოთ, იგივე შვედეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე და $100,000 ოდენობით ჯარიმის გადახდაზე არის საუბარი. სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებდა დღეს ყურადღებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, როდესაც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოსთან შედარებით საკმაოდ მკაცრი შეიძლება იყოს ეს კონკრეტული მიმართულებით კანონმდებლობა სხვა რიგ ქვეყნებში. ამავე დროს დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათთვის არის მიუღებელი ის კრიტიკა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ისმის დასავლეთიდან, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, უпростоრად საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწესებული გირაოს გადაუხდელობის საფუძველზე კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერები სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და განაცხადეს, რომ ეს არის სწორედ კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავს კანონმდებლობაზე, როგორ შეიძლება ამ კანონმდებლობით აღსრულებული კონკრეტული საქმეები, მაგალითად საქართველოში შეფასდეს როგორც დემოკრატიის უკანდახევა, როდესაც შეიძლება ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბარია ამ შემთხვევაში დემოკრატიის განვითარებაზე. ვიცით რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიებთან მიმართებაში, ძირითადად ისინი საუბრობენ, რომ საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური და ისინი უარს ამბობენ, რომ ითანამშრომლობენ საგამოძიებო კომისიასთან და ამბობენ, რომ ხელისუფლებას დროებით საგამოძიებო კომისია ჭირდება მხოლოდ მათი პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც საპასუხოდ მმართველ გუნდში, როდესაც ახსენებენ ამ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, ასევე ამბობენ, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ
ლეგიტიმურ კითხვებს სჭირდება სრულფასოვანი პასუხები და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, აფრთხილებენ და მოუწოდებენ იმ ადამიანებს და პოლიტიკოსებს, რომლებმაც უნდა ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, რომ მან დაიცვან დაწესებული წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით მათ წინააღმდეგ ყველა სამართლებრივი ბერკეტი იქნება გამოყენებული. ევროპული ქვეყნები, რომელერთ ჩამოთვალოთ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, გადავხედოთ, ხო, რა სანქციებია უპატივცემლობაზე, გამოუცხადებლობაზე, ხო? უმრავლესობის წევრები ყურადღებას საერთაშორისო პრაქტიკაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი შემთხვევაში საქართველოსგან განსხვავებით სადამსჯელო ღონისძიებები სხვა ქვეყნებში გაცილებით მკაცრია. როდესაც ამავე ქვეყნებიდან ჩვენ გვესმის შემდეგ კრიტიკა, რომ თურმე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუციის ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემლობა ესე იგი თურმე აქ ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა ესე ვთქვათ რა და თავიანთ ქვეყნებში თურმე როგორ შეიძლება არცე პატივი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანოს როგორ არ შეიძლება ეს პატივი ქვეყნის ინსტიტუციებს ხო ეს ორმაგი და სამაგი სტანდარტია რასაც საზოგადოება ხედავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიებზე გამოუცხადებლობისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა უმეტეს მათგანში დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება. გერმანია კომისიის სხდომაზე მოწმის იძულების წესით მიყვანა. დასაბუთებული მიზეზის გამო კომისიაზე არ მისვლა გამოიწვევს დაჯარიმებას ან პოლიციის თანხლებით მიყვანას. პარლამენტის მიმართ გამოჩენილი უპატივცემლობის გამო სასამართლომ ადამიანს შესაძლოა ჯარიმა დააკისროს. საფრანგეთი კომისიაზე გამოუცხადებლობა ან ჩვენების არ მიცემა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოიწვევს. სისხლის სამართლის 434-15 მუხლის თანახმად ადამიანისთვის სასჯელის სახედ და ზომად შესაძლოა განისაზღვროს ჯარიმა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იტალია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმას უტოლდება. მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯად იქმედება, რაც განისაზღვრება ჯარიმით ან საპატიმრო სასჯელით. ესპანეთი მოწმეს, რომელიც კომისიის სხდომაზე მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს, ბრალად წარედგინება დაუმორჩილებლობა, დაეკისრება ჯარიმა ან პატიმრობა. საქმე შესაძლოა სასამართლოს გადაეცეს მისი იძულების წესით მოყვანის მიზნით. ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, $100,000-მდე ჯარიმა. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, რომელთა ლიდერები საგამოძიებო კომისიაზე განმეორებით დაიბარეს, კომისიასთან თანამშრომლობაზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. თანხმდებიან მხოლოდ იმ საკითხზე, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ინტერესებისთვის არის გამოყენებული. სხვა ქვეყნებში არსებობენ ინსტიტუციები, გამართულად მუშაობს დემოკრატიული პრინციპები, სხვა ქვეყნებში არსებობს დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო, არ არის კითხვის ნიშნები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მით უმეტეს არ არის კითხვის ნიშნები ქმედუნარო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. ეს კომისია, რომ პროპაგანდისტული მიზნებით არის შექმნილი, ამაზე ჩვენ აქამდეც გვისაუბრია და ბევრჯერ გვიტყვა. ტაქტიკა ყველას განსხვავებული გვაქვს. ვიღაცა მივიდა, ვიღაცა არ მივიდა. ჩვენ ვთვლით, რომ ბატონი გახარიას მისვლა იყოს ორი ნაბიჯი, იმიტომ რომ სიმართლე უნდა გაიგოს ხალხმა. ვისაც ეკუთვნის ეს რაღაცა საერთაშორისო პრაქტიკის შეხსენება, მათ მიმართონ და ხა ჩვენ თავზე ამას ვერ მივიღებთ. მართვალ გუნდში კი ამბობენ, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხებია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონის წინაშე ყველა პასუხს აკეთებს. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები ოპონენტებს ახსენებენ, რომ ხელისუფლება ევროპული ქვეყნების თუ ამერიკული კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებს. საპარლამენტო კომისიაზე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ეს არის შეტევა კონსტიტუციაზე, უპატივცემლობა კონსტიტუციის, უპატივცემლობა სახელმწიფოებრიობის და ისჯება ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან მკაცრად. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში სასჯელი არის გაცილებით უფრო მაღალი. შესაბამისად, აქ საქმე გვაქვს ორმაგი სტანდარტთან და ასეთი ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი ჩვენთვის. საქართველო არ არის კოლონია, სადაც იქნება სხვა სტანდარტი და რაღაც ესეთ კოლონიზატორ ქვეყნებში იქნება სხვა სტანდარტი. კანონი კანონობს და არა მარტო საქართველოში. ეს მიღებული პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, აი ამ ძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძე მარჩია, რომ ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი რაღაც პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს.
მძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არც ერთს. დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაწესებული გირაუს გადაუხდელობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. მათგან განსხვავებით 50,000 ლარის ოდენობით გირაო უკვე გადახდილი აქვს ლელოს ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომლის საქმეზეც განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება. ყველა თანხმდება, თუმცა არავინ ჩანს ოპოზიცია ისევ ერთობას ეძებს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ლელო ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეით გამოდის, მაგრამ ხაზარაძე ჯაფარიძის მიწვევას არავინ იღებს. ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ერთი მაგიდის და ერთი თემის გარშემო გაერთიანებული აქტორები კი ჯერ არავის უნახავს. ის, ვინც გეგმა ზუსტად იცის, გახარიას გუნდი და გირჩია. მათგან განსხვავებით არჩევნებზე საკუთარ რეიტინგს ყოფილი და მოქმედი ნაციონალები არ გაზომავენ. ორი-ორზე და მესამე პარტიის მოლოდინში ოპოზიცია ბჭობს, მმართველმა გუნდმა კი უკვე იცის, რომ ოპონენტების სტრატეგია ვერაფერს შეცვლის. ქართული ოცნება საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. საჭირო არის პოლიტიკური საკითხების პოლიტიკურ მაგიდასთან გადაწყვეტა. ლელოს პოლიტიკურ მაგიდასთან ოპოზიცია ისევ არ ჩანს. ძლიერი საქართველოს შეთავაზებაზე მათი კოლეგები განცხადებებს მხოლოდ საკუთარი პარტიების ტრიბუნებიდან აკეთებენ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პოზიციებს ვერ აახლოვებენ. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში კი ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილს უკვე შეხვდნენ, თუმცა სად და რა თემაზე არ აკონკრეტებენ. ხთონდა ოპოზიციის მიმართულებიდან რამდენიმე ლიდერთან შეხვედრა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად დაკონკრეტებისგან და დეტალებისგან თავს შევიკავებ, შეთავაზება რჩება იგივე, რომ ოპოზიციური ველის გასააქტიურებლად, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის გამარჯვების მისაღწევად ალტერნატივა არ აქვს ერთობას და ერთიანობას. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მაგალითად იმაზე, თუ რაღაც გადაწყვეტს ლელო. საარჩევნო მარათონში ჩართვაზე ხაზარაძის ლელოს ღია მინიშნებებს ისე მწვავედ აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობაში. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ვერც დისკუსიის აზრს ხედავენ. ნაციონალური მოძრაობის პოზიციას იზიარებს კოალიცია ცვლილებებისთვის. კოლეგების ბულინგი არაშინებთ გახარიას გუნდში, სადაც გირჩის მსგავსად 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებიან. ჩვენ მათ მოუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარში, არ მოიტყუონ თავი. არ ვთვლით, რომ საერთოდ ეს არის თამაშგარეშე დარჩენა, არ ვთვლით, რომ ამ თამაშში ვინმეს უნდა შეყვედა, ვინმე იქნება ჩვენი ლოკომოტივი. ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს აქტიურ ბოიკოტს. ვერავის მცდელობა, დაშინება, ბულინგი ვერ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით. ჩვენი პოლიტიკური ძალა არასდროს არ ყოფილა მომხრე ნებისმიერი ტიპის რადიკალიზაციის, არ აღავლაპარაკობს საერთოდ რევოლუციებზე, გადატრიალებებზე და დამხობებზე, რომელიც ეს ხშირად ისმის სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ოპოზიციის სტრატეგია, რომ არ გაამართლებს, ამაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდი. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას მათი ოპონენტები ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მიიღებენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური თამაში წარუმატებელი იქნება. ქართული ოცნება კი 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მოუწოდებ მათ პატრონებს, მოუწოდებ იმ სცენარის ავტორებს, რომელიც მათ უწევს სცენარებს და ისინი, ასე ვთქვათ, ყურმოჭრილად და პირნათლად ასრულებენ ამ სცენარს, რომ მოუწოდონ 4-ვე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რომ მათვე კიდევ ერთხელ კარგად გაზომონ, თუ რა პასუხი აქვს მათ პოლიტიკას, მათ სცენარს ჩვენს ქვეყანაში და თუ რა პასუხი აქვს აგენტურულ ქსელს ქართული საზოგადოების მხრიდან და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ მიხვდნენ, თუ რეალურად რა არის საზოგადოების დაკვეთა ჩვენს ქვეყანაში უკვე მეათედ და საიუბილეოდ იქნებ გადატყდეს მათ ტვინშიც რაღაც ეს ერთი წერტილი, რომელიც მათ შეაგნებინებს, რომ ქვეყანაში არ არის მოთხოვნა აგენტურაზე. რადიკალებში ყოველთვის ქაოსი იყო, იმიტომ რომ მათ ერთმანეთის საშილად ძულთ, მათ ერთადერთი წყურვილი გააჩნიათ, როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამას რასაკვირველია ქართული ხალხი არასოდეს არ დაუშვებს. რადიკალთა ადგილი პოლიტიკურ ველზე ვერ იქნება და არ იქნება. რევოლუციისთვის უნდა ფიქრობდეს ქართველი ადამიანი საქართველოში თუ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ როგორღაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს და აი ამ ბეწვის ხიზე ფრთხილად გაიაროს და სამშვიდობოს გაიყვანოს საკუთარი სამშობლო. აი ეს არის მათი ნარატივი. როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები ერთხელა სამუდამო წეტის დაუსვავს მათ აი ამ პოლიტიკურ ველზე არსებობას. თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვე და 2 კვირა რჩება. დრო ცოტა, ჯერჯერობით კი დასაზუსტებელია ქართული ოცნების, გირჩის და გახარიას პარტიის გარდა, რომელი პოლიტიკური ძალის ნომერი დახვდება ამ მომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა. დათაშვილი 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს. მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთელი სასამართლო პროცესი პროკურატურის მხრიდან იყო ნინოს დადანაშაულება, რომ თითქოს ის არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი და ის არის მოძალადე, როგორც აღნიშნე, ბევრჯერ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და მიმართული იყო ნინოს დასჯისკენ, რატომ იყო აუცილებელი პატიმრობის გამოყენება, მაშინ როდესაც ისევე როგორც შუამდგომლობაში, ასევე სასამართლო პროცესზე არც ერთი არგუმენტი და ფაქტი არ დაუსახელებია პროკურატურას. ფაქტობრივი გარემოებები ნათლად არის წარმოდგენილი ჩანაწერებში, განხორციელებული ფიზიკური ძალადობა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლის მიმართ და აქედან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცა. როდესაც წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილებოდა მანდატურის სამსახურის კანონის მიერ მოთხოვნას, რომ დაეტოვებინა კონკრეტული ტერიტორია პირველ ეტაპზე და ასევე დაეცვა წესრიგი, ვინაიდან ხელი ეშლებოდა სასამართლოს შენობაში მიმდინარე სხვა სხდომებს და არ ემორჩილებოდა აღნიშნულ მოთხოვნას, უწევდა წინააღმდეგობას, რაც გამოიხატა, როგორც მოგახსენებთ, გარდა იმისა, რომ უშუალოდ მოთხოვნას არ ასრულებდა, ასევე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. ჰუმანური აქტი 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს შეეხო, 3 პირს კი ნასამართლეობა მოეხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ებრძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ისრაელში სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე უკვე სამშობლოშია. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაჯდა. საქართველოს მთავრობამ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უმოკლეს დროში უსრულმელყო. ამაზე ბედნიერი წუთები ალბათ არ არსებობს. ბავშვებს რო დაინახავ და ამხილა მოხდით დადებითად რო ვიმუხტები. რა სიტუაცია ახლა ამ წუთას ომია ყველა მიცის. ნამდვილად რთული სიტუაცია იქ. არანაირი ზეწოლა არ იყო, ძალიან კარგად გვექცეოდნენ ციხეში, მაგრამ ციხე მაინც დახურულ სივრცეში ასეთი მდგომარეობა რო არის, მაინც ყველანი განერვიულებული ვიყავით და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩვენს წარმომადგენელს უთხრა, ძალიან დაგვეხმარა ჩვენს უსაფრთხო გადმოყვანაზე. და რა ვიცი, ბევრს ვერ ვლაპარაკობ, ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვართ და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ყველაფრისთვის, ჩვენი უსაფრთხოდ გადმოყვანისთვის. შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში, უსაფრთხოდ ჩამოგვეყვანა თბილისში. საელჩო მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში, საგანგებო რეჟიმში, არის ცხელი ხაზები, რომელზეც შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს დარეკოს და მიიღოს ინფორმაცია და კონსულტაცია, თუ როგორ შეუძლია დატოვოს ისრაელი. დღევანდელ დღეს მეზობელ ქვეყნებთან გახსნილია სახმელეთო საზღვარი, სამწუხაროდ საჰაერო სივრცე დაკეტილია და შეზღუდულია, პრაქტიკულად არ დაფრინავენ რეისები, მაგრამ სახმელეთოთ შეუძლია დატოვონ. ეს არის იორდანია და ეს არის ეგვიპტე. ქვეყნის დატოვის პრობლემა არ არის არსად, არც ისრაელში, არც ირანში. თითქმის ყველა არის წამოსული საქართველოს მოქალაქე, ვინც იყო ირანში, მსგავსი ცხელი ხაზი არის ირანშიც ამუშავებული საელჩო აძლევს კონსულტაციებს. სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია შაურმაში. თბილისში ერთ-ერთი ცნობილი საშაურმე დახურულია. სურსათის ეროვნულ სააგენტომ არაგეგმიურად ქსელური კვების ობიექტის შეამოწმა 7-დან 1 ფილიალში კი კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღებული 5 ნიმუშიდან სალმონელა 5-ვე შემთხვევაში აღმოჩნდა. პათოგენური ბაქტერია მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს, რომელიც განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის არის. სალმონელა სიცოცხლის უნარიანი განსაკუთრებით სიცხეშია. სწორედ ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტების კონტროლს ამკაცრებს. შაურმა ხაჭაპურის ქვეყანაში ხაჭაპურს უკვე დიდი ხანია გაყიდვებში კონკურენციას უწევს, თუმცა შაურმიდან მომავალი რისკების ალბათობა გაცილებით მაღალია. მნიშვნელოვანია ხორცის უვნებლობა, სალათის ფოთლების რეცხვის პროცედურა, ბადიანი ინგრედიენტების გამოყენება და მისი მომზადებისას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ცხელ სეზონთან ერთად ამ პროდუქტის უვნებლობის რისკები კიდევ უფრო იმატებს. ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტების კონტროლს ამკაცრებს.
უწყებამ ეს ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დალუქა. ამ საშაურმედან აღებული 5 ნიმუში ლაბორატორიაში წაიღო და ხუთივეში სალმონელა აღმოჩნდა. ხუთივეში აღმოჩნდა პათოგენი სალმონელა. რის საპასუხოდაც რა თქმა უნდა ჩვენ განვახორციელეთ სახელმწიფო კონტროლი დამატებითი ბიზნეს ოპერატორის საწარმო პროცესი შეუჩერდა, დაევალა რეცხვა დეზინფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შედეგების წარმოდგენა, მათ შორის პერსონალის კვლევა და დაჯარიმდა კიდევაც. საშაურმის ფილიალი, სადაც სალმონელა დაფიქსირდა ამ დროისთვის დალუქულია. ბიზნეს ოპერატორმა განმარტებები კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა. სისტემატიურად ხორციელდებოდა ჩვენთან ეს გეგმიური შემოწმებები ძალიან ხშირად მიქონდათ, მაგრამ არ არის დაფიქსირებული არანაირი ფაქტი, რომ ვინმე ამით დაზიანდა ან დაზარავდა. ყველაფერი უმაღლეს სტანდარტებში შემოქცეული, მაგრამ შესაძლებელია, რომ რაღაცა მოხდეს და გაიპაროს ამის აღმოფხვრაზე იმ წუთიდან მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები. Ჩვენი პოზიცია არის, რომ გადავამოწმოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებულები რო ვიყოთ, რომ ეს პრობლემა იყო, თუ რო უფლება მოიცათ, რომ იცი რა გახსენი და დაველოდოთ რაღაცა, ანუ მე თვითონ დავკეტავდი, იმიტომ რომ ეს თუ მართლა ასეა, ეს უნდა იყოს აღმოფხვრილი. სალმონელა ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გარემოში დიდხანს წლებს და განსაკუთრებით სიცოცხლის უნარიანია სიცხეში. მისით ადამიანის ინფიცირება შეიძლება ბევრი გზით მოხდეს, მათ შორის ხორცით, კვერცხით და წყლითაც კი. დაავადების სიმპტომები კი საკმაოდ მძიმეა. სალმონელა ბაქტერიული ინფექცია გახლავთ. გამრავლებისათვის მაღალი ტემპერატურა საუკეთესო საშუალებაა და ის ხდება როგორც გარემოში ზედაპირებზე, ასევე კვერცხში, შიგნით, ხორცში და ასე შემდეგ. გამრავლება ძალიან აქტიურია. მოსაშიშრება, რა თქმა უნდა, სერიოზულია სალმონელოზით, რომ ექნება გულისრევა, ღებინება, შესაძლოა ცხელება, დიარეა, ეს იქნება. შესაძლოა ანტიბიოტიკის არსებობა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გამიტარდეს სეფსისით. ამდენად ძალიან საფრთხილოა და ძალიან საყურადღებო დაავადება. სალმონელას შემთხვევების რაოდენობა ზაფხულის პერიოდში იზრდება, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ სწრაფი კვების ობიექტების შერჩევისას. ზღვისპირა რეგიონის სტუმრებისთვის გარს ოფიციალურად ხსნის ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო. აჭარა საზღვაო სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება. და როცა სტუმრების უსაფრთხოება სეზონის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე იზრუნებს. მინისტრმა დღეს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სეზონი გაიხსნა, ყველაზე ფერადი ფესტივალი დაიწყო. ბათუმი სტუმრების მოლოდინშია. ზღვისპირა რეგიონის სტუმრების მისაღებად ემზადება. ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის დღეებმა სტარტი სწორედ ამ ქალაქიდან აიღო. სეზონისთვის სრული მზადყოფნის შესახებ საუბრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს. დარწმუნებულები ვართ, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჩვენი რეგიონი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს. საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ხვდებით. დანაშაულის პრევენციის კუთხით ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ჩვენი გმირი მაშველების დამსახურებით ყოველწლიურად ტურისტულ სეზონზე მრავალი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში მუდმივად საფრთხოფნაში იქნება დამატებით 40-ზე მეტი ცურავი საშუალება. უწყება უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს როგორც ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისა და დამსვენებლებისთვის. ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები იყო წარმოდგენილი, რომლებიც დამსვენებლის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. დღესვე 6 მაშველი განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისთვის სამინისტროს მედლით მამაცობისთვის დაჯილდოვდა. გადმომეცა ჯილდო მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რაც ჩემთვის დიდი პატივია და უდიდესი მოტივაციაა. გავაგრძელოთ მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მობილიზებული დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის, ყველანაირად ვართ მზად ამისთვის და ასევე როგორც ყოველთვის წელსაც ველოდებით ბევრ დამსვენებელს.
ზაფხული იწყება აქ. ფესტივალი, რომელიც უკვე წლებია ზღვისპირა ქალაქში ტარდება, ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, კოსტიუმირებული წარმოდგენები, ფრანების შოუ და ცოცხალი მუსიკა ზაფხულის ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ქალაქის ხასიათს უფრო მკვეთრ ფერებში წარმოაჩენს. არის დაგეგმილი უამრავი ღონისძიება აქ მოსულ სტუმრებისთვის, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება ძალიან საინტერესო სანახაობა, ყველა მიმართულებით. აქ არის საბავშვო სივრცეები, არის სხვადასხვა ინსტალაციები, კოსტიუმირებული შოუ, ფრანების და ასევე დრამების შოუ, რომელიც დილით ვიხილეთ და რა თქმა უნდა, სივრცეები, რომელიც არის როგორც საბავშვო, ასევე food market-ები. რეგიონის საზღვაო ტურისტულ სეზონს ხდება განახლებული ტურისტული პროდუქტებით და სერვისებით. გაზრდილია საერთაშორისო ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მზარდია ასევე შემოსავლები მოგზაურობიდან და ტურიზმიდან. რეგიონს ემატება მუდმივად ახალი ობიექტები. ტურისტული სეზონისადმი მოლოდინი წელსაც დიდია. აჭარაში ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას ელოდებიან. გამოვედით საზღვარგარეთიდან და ძალიან მოგწონს ბათუმი და ძალიან მიხარია, ისეთ სილამაზეა. ყოველთვის სეირნო, ყოველ ღამით, ყოველ დილით გავდივარ ზღვაზე და მშვენიერია. ყველას ვუსურვებ, რომ ჩამოვიდეს ბათუმში და დაისვენეთ აქ. ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ ზაფხულის ფესტივალი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ზღვისპირა ქალაქის სეზონის გახსნას სტუმრებთან ერთად აღნიშნავს. იპონი დადებულია საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4-1 დაამარცხა, გამარჯვება გაიფორმა და შეჯიბრით ჩვენი ჰიმნით დასრულდა. საქართველოს დროშა სხვა ყველა დროშაზე მაღლა მხოლოდ გუნდური შეჯიბრის დროს არ აღმართულა, ამ ისტორიულ გამარჯვებას წინ უძღოდა კიდევ ერთი. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს საკუთარ სათქმელს ამბობს და ისტორიულ გამარჯვებებს აღწევს. ძიუდოისტთა ნაკრებს ეს მონაპოვარი პრემიერ-მინისტრმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ერთ-ერთი პირველი კი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენი ნაკრები პირველად გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართულმა ძიუდოისტებმა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრები 4-1 დაამარცხეს და ოქროს მედლები გაინახეს. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონია. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა ჩემს გუნდს ეს წარმატება მივუვიო. შვიდწლიანი ჰეგემონია იაპონიის მოძილების ქართულმა ძიუდომ დიდებული საფრენი გამოაცალა და მე ვარ დარწმუნებული რომ მომავალში არაერთხელ შევძლებ ქართული გუშინების გახარებას. დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის მძიმედ დაიწყო, რადგანაც გუნდის კაპიტანი გურამ თუშიშვილი სეუნგიო ბლისთან იპონზე დაეცა. საბედნიეროდ ეს კორეელთა ბოლო წარმატება გამოდგა, რადგანაც ქართველებმა მომდევნო 4 შერკინება მოიგეს. ეთერ ლიპარტელიანმა მიმი ჰუჰიდაჯაბნა, მიხეილ ბახბახიშვილმა დონ ჰიუნ ბაე, მარიამ ჭანტურიამ იერან გლი, ხოლო ლაშა ბექაურმა იონჰომ კიმი დაამარცხა. ამგვარად სოფიო სომხიშვილისა და ჰიონჯი ლის შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა. ეს იპონია და მსოფლიო ჩემპიონები ვართ. თქვენ გენაცვალეთ, გაიხარეთ. საუბრობ მოხდა, რადგან ამ გუნდური ჩემპიონატის შერეული გუნდური ჩემპიონატის დაარსებიდან პირველად მოხერხდა ისე რომ იაპონიამ ვერ შეძლო გამარჯვება და მოახერხა საქართველოს. ამ ისტორიულ გამარჯვებას წინ უძღოდა ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფი, ქართველი ქალის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი გაინახდა. ძალიან ბედნიერები და ამატები ვართ იმით, რომ გუშინაც მოვახერხეთ გავხდარიყავით მსოფლიო ჩემპიონები და დაგვეწერა კიდევ ერთი ისტორია. ასევე მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ხელებს გვერდში დგომისთვის, ჩვენ მართლაც ყველაფერს აკეთებენ და
ჩვენ შევეცდებით, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ გაგახსნათ. ძიუდოისტთა ნაკრები წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ასეთი იყო კურიერი 9 საათზე დარჩით რუსთავი 2-ზე, წინ გელოდებათ სერიალი მიხო და მარო. ნახვამდის.